ვარ თიკო დიდმანიძე 12 წლის. სწავლობ ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ტანვარჯიში მუსიკა და კულინარია. აქედან ყველაზე მეტად მომწონს მუსიკა. სწავლობ ბალანჩი ვადის მუსიკალურ სკოლაში, ვარ მე-5 კლასში, ვუკრავ პიანინოზე. პიანინოზე დაკვრა იმიტომ გადავწყვიტე, როდესაც უკრავდნენ ძალიან მომწონდა და გადავწყვიტე მეც შემესწავლა ეს საქმიანობა. თავიდან ყველაზე რთული იყო მე-5 თიდან დაწყება, იმიტომ რომ რატომღაც ვერ ვიმორჩილებდი ამ თითს. ყველაზე უფრო გამიადვილდა ნოტების გამოცნობა. ჩემი მუსიკის მასწავლებელია ლენა ციბაძე. ის არის ძალიან თბილი, ლამაზი და კეთილი მასწავლებელი. ძალიან უყვარვარ და სულ მეხუტება. უკვე მქონდა 5 კონცერტი, აქედან ყველაზე კარგად დამომახსოვდა ბოლო. 2 ნაწარმოები მქონდა, ორივე კარგად დაუკარი და ორივე ყველას ძალიან მოეწონა. კონცერტის შემდეგ დედიკომ მაჩუკა ყვავილები. ჩემი აზრით ყვავილები და მე ვგავარ გვირილას. ჩემი საყვარელი კომპოზიტორია ბეთჰოვენი. პიანინოს გარდა კიდევ მინდა ვუკრავდე გიტარაზე. მუსიკალურში დავდივარ გუნდზე და სიმღერაც ძალიან მიყვარს. ჩემი საყვარელი სიმღერაა ყვავილების ვალსი. როცა დილით ალიონზე ძალას კარგავს ღამის მთვარე, ცისთათნობზე მზე ამოდის ზებროლივით მოელვარე. დარწმუნებული ვარ კარგად გამომივა და მინდა ვიმღერო დიდ სცენაზე. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მყავს ძალიან კარგი კლასელები და მზრუნველი მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ბექა ჯაყელი. ყველაზე მშვიდია სესილი გოგუაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ნინი კაპანაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი, პრანჭია და ლამაზი. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრიგებელი ცირა გათენაძე. კარგად ხსნის გაკვეთილს, უყვარს ბავშვები და ძალიან თბილია. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე იურისტი. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოვსულიყავი ექიმი. უფრო პატარა რომ ვიყავი, მინდოდა გამოვსულიყავი პრინცესა მოანა. მე იმიტომ გადავიფიქრე, რომ ჩემი თავი ისედაც პრინცესა მგონია. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, იმიტომ რომ მქონდეს ყველაფრის უფლება. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი და. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 10 წლის და ჰქვია მარი. ის არის კეთილი, თბილი და ნერვების მომშლელი. ყველაზე მეტად მიშლის ნერვებს მაშინ, როდესაც ისედაც ნერვები მოშლილი ვარ. მომბრაზებს და ცდილობს ისეთი რაღაცები გააკეთოს, რაც არ მესიამოვნება იმ პერიოდში. ჩემი აზრის მარი როცა გაიზრდება, გამოვა მასწავლებელი, რადგან ბავშვები ძალიან უყვარს. მამიკო არის კეთილი, თბილი და ცოტა მკაცრი. დედიკო არის ლამაზი, თბილი და თავისი საქმის პროფესიონალი. მე ვარ საშუალო დონის დიასახლისი. საჭმელების გაკეთება მიყვარს, მაგრამ სახლის დალაგებით დიდად არ ვიკვლავ თავს. პირველად საჭმელი რომ გავაკეთე, ვიყავი 7 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ახლა ყველაზე კარგად გამომდის ტორტების გამოცხობა. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია ბურგერი. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია მარტო სახლში. სიამოვნებით ვითამაშებდი მაგ ფილმში მთავარ როლს. მე ასევე მიყვარს ტანვარჯიშს და 2 წელია დავდივარ ტანვარჯიშის წრეზე. ტანვარჯიში ყველაზე რთულია ფეხის წვერებზე დადგომა. ყველაზე ადვილია კოტრიალები. რამდენიმე დღის წინ მქონდა შეჯიბრება და ავიღე პირველი ადგილი. კარგად ვიყავი მომზადებული და წინასწარ ველოდი ამ შედეგს. ჩემი გეგმაა რომ მოვხდე საქართველოს ნაკრებში. წავალ ბევრ ქვეყანაში, ბევრ შეჯიბრებას მოვიგებ და ვასახელებ საქართველოს. ტანვარჯიში ასეთი წარმატებული რომ ვარ, დამეხმარა ყინულის სასახლეში სიარულმა. ადრე დავდიოდი 1 წელი და დღემდე მიყვარს ფიგურული სრიალი. დიდი ალბათობით შემოდგომაზე ისევ შევა. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ხალხს გავხდიდი უფრო მეგობრულს და მხიარულს. სამოგზაუროდ დიდი სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. წინა მონაწილემ დამეტყვა ასეთი შეკითხვა: რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია ქალაქგარეთ კერძო სახლი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას: მისი სახელი რომ არ ერქვას, რა ერქმეოდა? მე მაგალითად თიკო რომ არ მერქვას, მერქმეოდა ნინი. ბედნიერება არის წარმატების მიღწევა და ჩემი ოჯახის გახარება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.